დიდება შენ და ხეთაც დედა წამალს მომიტან და მე ვეუბნები მოგიტან და ამ დროს საერთოდ ვიშლები. ბავშვი, როდესაც იძინებს, სულ რომ მოწვეთ მას სუნთქვას, აი თუ სუნთქავს და სულ მუდმივად ვაკონტროლებთ მას. ვაკონტროლებთ მის თითოეულ ნაბიჯს, როცა დაეცემა. დღეში ორჯერ შეიძლება მუხლი ჩაეკეცოს, მოეკვეთოს. აი ჩვენ მაშინ კვდებით, ჩვენ მაშინ ვთავდებით და როცა ისე გავათხე, რომ ის არ დაეცემა საერთოდ, ვაიმე რა მაგარი, ანუ ძალიან ზეიმი გვაქვს, რომ აი დღეს არ დაეცა და მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. თან მედიკამენტიც მოგვისწრებს და ყველაფერი კარგად იქნება. აი დღევანდელმა დღემ ისე ჩაიარო, ბავშვი არ დაეცა. ეს უდიდესი სიხარულია ჩვენთვის. ჯანდაცვის მინისტრმა არ იცოდა რა იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფია. ჩვენ წინ გადაშალა ლეპტოპი და მან ჩაგუგლა თუ რა იყო დიუშენის კუნთოვანი დისტროფია და ეს მშობლისთვის იმხელა უსუსურების შეგრძნება, აი ჯანდაცვის მინისტრმა არ იცის რა არის ეს ურთულესი დაავადება და მშობელს ყველა ეტაპი, ყველაფერი გაქვს გავლილი. ამ ბავშვს აქვს ქვიშის საათი ჩართული. არ იცი ეს ქვიშის საათი როდის ჩამოილევა. ყოველი გათენებული დღე გვაახლოვებს ამათ ცრულ მდგომარეობასთან. თუ ჩვენ ეს მედიკამენტები არ მივიღებთ, იქ საზღვარგარეთ ამ ბავშვების მშობლებსაც კი ფსიქოლოგიური დახმარება ეწევათ. ჩვენთან ფსიქოლოგიური დახმარება კი არა, ყველა ჩვენ წინააღმდეგ არის. აი რამდენ მშობელს წავიდა კანცელარიის წინ გულს, მეც თვითონაც ფეხბძიმე, თორე აი ორჯერ ისეთი ცუდად შევიქნი, შაქარის კი დამივარ. ან ვინ ზრუნავს საერთოდ ჩვენზე? მე და ჩემი პატარა შევთანხმდით, ან ვისაუბრებ ძალიან ხშირად და ვეუბნები, რომ მის უფრო სამიკოს მედიკამენტი უნდა მივუტანოთ და ჩვენ ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და შენ უნდა გამიძლიერდე, რომ მეც გავძლიერდე. ძალიან წვიმები დაუემთხვა, აი თითქოს ამიდის კი ჩვენ წინააღმდეგ არის და რო გათენდა. ისეთი სახით ვიყავით, რომ ანუ დღესაც გათენდა, დღევანდელი დღეც გათენდა და ყოველი გათენებული დღე თითქოს და ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის იმის, რომ მედიკამენტთან ვარ ძალიან ახლოს. როცა დედაქალაქში მივდივართ აქციებთან დაკავშირებით, ბავშვი მეუბნება, დედა სად მიდიხარ? მე ვეუბნები, რომ წამალი უნდა მოგიტანო და აუცილებლად მოვალ და ჩვენი ყოველი ზარი და საუბარი იწყება, დედა წამალს მომიტან? და მე ვეუბნები მოგიტან და ამ დროს საერთოდ ვიშლები. გაბრიელი უკვე 7 წლის არის და ნათქვამი კი არ მაქვს, რომ დედა გილოცავ დაბადებისას. იმხელა სტრესია ჩემთვის ეს ყველაფერი. ბავშვი უყურებ თვალებში, ემატება წლები. ბავშვებს, მაგრამ მშობლებს არ ვიხარია ეს. გვიჭის ძალიან ზეიმი. 2025 წლის აგვისტოს თვეში ქალბატონ ნანა ტატიშვილის ნევროლოგ, მთავარი წამყვანი ნევროლოგია დღეს ის ჩვენს ქვეყანაში ის გვეუბნებოდა, რომ აუცილებელია ეს მედიკამენტი მან ბავშვების სიცოცხლეს გასახანგრძლივებლად. ეხლა რაც ეს ამბავი დავიწყეთ აქციის სახით, ის გამოდის და ამბობს, რომ ეს მედიკამენტები არ არის ეფექტური და ალბათ მთავრობას და ხელისუფლებას იმდენი შეუძლია, რომ ექიმებიც გააჩვენონ და უფლებას აძლევს შალვა პაპუაშვილს. კახა კალაძეს, რომ დიუშენის დაავადება მათმა შეაფასოს და ექიმები უნდა გაჩვენდნენ. თეთრხალათიანებს არ აქვთ იმის უფლება, რომ დაავადებაზე ისაუბრონ და აი კახა კალაძე და შალვა პაპუაშვილი გამოდგა დიუშენის ექსპერტი და ძალიან სასარცილო, სამარცხვინოა ეს ყველაფერი.